მზიანი დღეები ყოველთვის განსაკუთრებულია ზღვისპირა ქალაქში. ამიტომ არ უნდა გამოტოვოთ წლის მთავარი ჯაზ მოვლენა. ბათუმი რიგით მე-18 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. წლევანდელი პროგრამა ტრადიციულად მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს და კონცერტამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს. თუ გაიჭრები აჭარის მთებში ბათუმი რომ მუსიკალური ქალაქია, ეს უკვე ცნობილია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი საოპერო დასები და ისტორია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ქალაქის დაარსებიდან იღებს. როდესაც ევროპის ერთ-ერთ მთავარ საპორტო ქალაქში ყველაზე ცნობილი საოპერო სპექტაკლები იდგმებოდა. ტრადიცია ახლად გრძელდება და მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება შემოქმედებითი საღამო. ამბები ბათუმზე. საღამო ეძღვნება ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილეს. 100 წელი შესრულდა ქართველი პოეტის ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან. ამბები ბათუმზე კი ამ სახელწოდების საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუგიძე და მოყვება საინტერესო ამბებს ბათუმზე და ფრიდონ ხალვაშზე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ლიზა ბაგრატიონი, ნანული აბესაძე, მურმან ჯინორია, ბექნუ ქაფიანიძე, ნინო გულიაშვილი. საინტერესო საღამო გელოდებათ ბათუმზე და ქართველ პოეტზე. მუსიკალური ზაფხული 2025. ასე ქვია კონცერტების სერიას, რომელიც თელავიდან დაიწყო და ზაფხულის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. 4 მუსიკალური საღამო სხვადასხვა რეგიონში იმართება. ფესტივალმა მუსიკალური ზაფხული 2025-ის სტარტი თელავში აიღო. ბატონის ციხის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გვიანობამდე გაგრძელდა. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით მსმენელის წინაშე ანსამბლი შვიდკაცა, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლაფაჩიშვილი, კოტე ყიფიანი და აჩიკო ნიჟარაძე წარდგნენ. თელავის შემდეგ მუსიკალური ზაფხულის ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 173 სეზონი იხურება. მაყურებელი ნახავს ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერას დაისი. ამ ახალი დადგმის პრემიერა 2023 წლის 29 აპრილს გაიმართა და დიდი წარმატებითაც. დაისის დამდგმელი დირიჟორია რევაზ დაგიძე, დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაბანაძე. დაისის პრემიერა 1923 წელს შედგა. დაისის სანახავად კი ოპერაში უნდა მიხვიდეთ 12 და 13 ივლისს 19 საათზე. შემდეგ უკვე გაგრძელდება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის რეგიონული ტურნე ბათუმში, ოზურგეთსა და სენაკში და სახელმწიფო ბალეტი კლასიკურ საბალეტო პროგრამას მაყურებელს წარუდგენს. სამი ათწლეულის განმავლობაში ზუგდიდის დადიანების სასახლეების საცავში უნიკალური საგანძური სამეგრელოს ტაძრებიდან გადმოღებული ქართველი ერისთავების და მთავრების ფრესკების ასლები ინახებოდა. ამ ნამუშევრებში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს დადიანების წარმომადგენლები არიან ასახული. 11 ივლისიდან პირველად ეს ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გამოიფინა. ამ ფრესკების ასლები კი 1980-იან წლებში რესტავრატორმა ნინო კიტოვანმა შექმნა. მისი დიდი შრომის შედეგია, რომ ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუშები შემოგრჩა. გამოფენა ქართველი ერისთავები და მთავრები სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან დათვალიერებას სექტემბრის ბოლომდე შეძლებთ. ფრესკები ინახებოდა დაახლოებით მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია მისი დეფორმაცია და ქაღალდის ტილოდან აშორება. ჩვენ მოვახდინეთ მისი მუდმივ კონსტრუქციულ ჩარჩოზე გადატანა. პრემიერა მწერალთა სახლში. მკითხველი გაეცნობა ოლია ფოფხაძის ნამუშევარს, სახელწოდებით ყველა მოძღვარი დამნაშავეა. წიგნში წარმოდგენილია თხზულება და ლექსები და საუბარია ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ადამიანი და სიყვარული. და თუ რეცენზიებს თვალს გადავავლებთ, ეს არის წიგნი, რომელიც ერთხელ უნდა წაიკითხო და დახურო. ეს არის წიგნი, რომელშიც ახალი არაფერი დაწერილა და მიუხედავად ამისა, დაიწერა ყველაფერი. წიგნში წარმოდგენილია თხზულება, ყველა მოძღვარი დამნაშავეა და ლექსები. წიგნი გვაფიქრებს იმ მაღალ ღირებულებებზე, რომელთა დაცვაზეც ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს ჩვენი პატრიარქი. ეს არის ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. 14 ივლისს ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი გულანი გაიმართება, როდესაც ტექნოლოგიებით სვლის ჩვენს ურთიერთობას წერასთან და სიტყვასთან. ხელნაწერი ტექსტი კი რჩება დროისა და აზრის მატარებელ ცოცხალ კავშირად.
კალიგრაფია გვახსენებს, რომ სიჩქარის მიღმაც არსებობს სილამაზე, სიჩუმე და აზრი, ასოთა რითმში ჩაწერილი კულტურა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გულანი, რომელიც გააერთიანებს ახალბედა და პროფესიონალ ხელოვანებს. და თუ იცით, რა დღეა 16 ივლისი და რა მოგველის. ეს დღე გველების საერთაშორისო დღეა და ტრადიციულად წელსაც გვექნება შანსი პირადად გავეცნოთ გველებს. 16 ივლისს 17 საათიდან დიღმის პარკში დაგხვდებათ გველები. და თუ გაქვთ ამ ცხოველის ფობია, ზიზღი ან უბრალოდ არ გიყვართ და არ გსიამოვნებთ, მშვენიერი შანსია გადაამოწმოთ თუ რამდენად საფუძვლიანია ეს დამოკიდებულება, ან პირიქით, თუ გიყვართ გველები და გინდათ უფრო ახლოს გაიცნოთ მათ, ამაშიც შეგიწყობენ ხელს. მიიღებთ ინფორმაციას და უბრალოდ კარგ დროს გაატარებთ მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად და გაიგებთ რა მოგველის.